მოგესალმებით, თქვენ უსმენთ Dress Codes, მე კი ნიანი ჟარაძე ვარ. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრებთ დავიწყებულ დიზაინერებზე, რომლებმაც მოდა შეცვალეს. როდესაც მოდის ისტორიაზე ვსაუბრობთ, ხშირად გვახსენდება Coco Chanel, Christian Dior, Yves Saint Laurent. თუმცა მოდის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ისეთმა ფიგურებმა, რომელთა სახელებიც ფართო საზოგადოებამ თითქმის დაივიწყა. შესაძლოა მათი იდეები დღემდე ცოცხლობს, მაგრამ ავტორები არა. Madeleine Vione, ქალი, რომელმაც ქსოვილს მოძრაობა ასწავლა. Madeleine Vione მე-20 საუკუნის ფრანგი დიზაინერი იყო, რომელსაც ხშირად Bias Cat-ის დედოფალს ან მოდის არქიტექტორს უწოდებენ. მისი გავლენა იმდენად დიდია, რომ ბევრი ისტორიკოსი მას მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ დიზაინერადაც მიიჩნევს. Vione-მ კარიერა მკერავად დაიწყო და მუშაობდა პარიზსა და ლონდონის ატელიეებში. 1912 წელს მან პარიზში საკუთარი მოდის სახლი Vione დააარსა. პირველმა მსოფლიო ომმა მისი საქმიანობა დროებით შეაჩერა, თუმცა 1919 წელს მოდის სახლი ხელახლა გახსნა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი ყველაზე წარმატებული პერიოდი. Vione-ს სახელს უკავშირდება Bias Cat-ი, ქსოვილის დიაგონალზე ჭრის ტექნიკა. ეს მეთოდი ქსოვილს მეტ ელასტიკურობას ანიჭებდა, სხეულის ბუნებრივ მოძრაობას მიჰყვებოდა, ქმნიდა რბილ და მოქნილ სილუეტებს. ეს ტექნიკა მთლიანად ქალების კომფორტზე იყო მორგებული. მისი კაბები ხშირად ერთ შეხედვით მარტივი ჩანდა, მაგრამ ტექნიკურად უკიდურესად რთული იყო. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მოდის ინდუსტრია მძიმე კრიზისში აღმოჩნდა. Vione-მ 1929 წელს მოდის სახლი დახურა და პრაქტიკულად ჩამოშორდა მოდას. 10 წლების შემდეგ Vione-ს სახელი რამდენჯერმე აღადგინეს სხვადასხვა მფლობელებმა, თანამედროვე Vione ცდილობდა ისტორიული მემკვიდრეობის გაგრძელებას, თუმცა ვერც ერთმა რეინკარნაციამ ვერ მიაღწია იმ გავლენას, რაც თავად Madeleine Vione-ს ეპოქაში ჰქონდა. Paul Poiret, დიზაინერი, რომელმაც კორსეტი მოკლა. თუ Madeleine Vione ტექნიკური ინოვაციების სიმბოლო იყო, Paul Poiret მოდის სამყაროს ერთ-ერთი პირველი რევოლუციონერი შოუმენი გახლდათ. მას ხშირად მოდის მეფეს უწოდებდნენ და სწორედ მის სახელს უკავშირდება ქალის მოდის გათავისუფლება კორსეტის დომინაციისგან. Poiret მუშაობდა პარიზის ცნობილ მოდის სახლებში, მათ შორის Charles Frederick Worth-ის მოდის სახლში. 1903 წელს მან საკუთარი მოდის სახლი Maison Paul Poiret დააარსა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალის სხეული კორსეტებით იყო შეზღუდული. Poiret-მ შემოიტანა უფრო თავისუფალი, სწორი სილუეტები და ხელი შეუწყო კორსეტის მოდიდან გასვლას. ამის გამო მას ხშირად ქალის განმათავისუფლებელ დიზაინერსაც უწოდებენ. პირველი მსოფლიო ომის დროს Poiret სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, როდესაც დაბრუნდა, მოდა უკვე შეცვლილი იყო. 1920 წლებში პოპულარული გახდა უფრო მარტივი და პრაქტიკული ესთეტიკა, რომელსაც განსაკუთრებით Coco Chanel განასახიერებდა. Poiret-ს ექსტრავაგანტული სტილი ნელ-ნელა მოძველებულად აღიქმებოდა. მისი მოდის სახლი საბოლოოდ დაიხურა 1929-1930-იან წლებში, ხოლო თავად დიზაინერი სიცოცხლის ბოლოს თითქმის დავიწყებული იყო. საინტერესოა ის, რომ დღეს მას ხშირად მხოლოდ 1-2 წინადადებით ახსენებენ, მიუხედავად იმისა, რომ მან ქალის სხეულის აღქმა რადიკალურად შეცვალა. Elsa Schiaparelli, სიურრეალიზმი პოდიუმზე. თუ Paul Poiret მოდის შოუმენი იყო, Elsa Schiaparelli მოდის სამყაროს ყველაზე გაბედული ავანგარდისტი გახლდათ. მან მოდა ხელოვნებასთან ისე დააკავშირა, როგორც მანამდე თითქმის არავის გაუკეთებია. Schiaparelli-ს ბრენდი დღესაც არსებობს და აქტიურად მოღვაწეობს, თუმცა ნაკლებად თუ საუბრობენ ბრენდის შემქმნელსა და მის ხედვაზე. Elsa Schiaparelli 1890 წელს რომში დაიბადა, არისტოკრატული და ინტელექტუალური ოჯახის შვილი იყო, თუმცა მისი ცხოვრება ტრადიციული გზით არ წარიმართა. 1927 წელს მან პარიზში საკუთარი მოდის სახლი Schiaparelli დააარსა და მალევე იქცა მაღალი მოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად. Schiaparelli-ს ყველაზე დიდი ინოვაცია იყო ხელოვნების ინტეგრირება მოდაში. Elsa აქტიურად თანამშრომლობდა Salvador Dali-სთან და სხვა სიურრეალისტ ხელოვანებთან. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები იყო ქუდი, რომელსაც ფეხსაცმლის ფორმა ჰქონდა, ლობსტერის პრინტიანი კაბა და Shocking Pink. 1957 წელს მან გამოუშვა სუნამო Shocking, რომელმაც ეს ფერი კიდევ უფრო პოპულარული გახადა. დღეს Schiaparelli ვიზუალური იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია, როდესაც მოდის სახლები ხელოვნებასთან თანამშრომლობენ, ხშირად ავიწყდებათ, რომ ამ გზას სწორედ Elsa Schiaparelli ჩაუყარა საფუძველი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოდის გემოვნება შეიცვალა. 1957 წელს Christian Dior-ის New Look-მა მოდის ინდუსტრია დაიპყრო და Schiaparelli-ს გავლენა თანდათან შემცირდა. 1954 წელს Elsa-მ თავისი მოდის სახლი დახურა. 10 წლების განმავლობაში Schiaparelli მხოლოდ ისტორიულ სახელად არსებობდა, თუმცა 2012 წელს ბრენდი ხელახლა აღორძინდა პარიზში. დღეს Schiaparelli კვლავ იბრძვის დაკარგული დიდების დასაბრუნებლად და ქმნის ისტორიულ კოლექციებს.
მოდის ისტორია, მხოლოდ ცნობილი სახელების ისტორია არ არის. ხშირად ადამიანები, რომლებმაც ყველაზე დიდი ცვლილებები მოიტანეს, სწორედ ისინი არიან, ვისაც ყველაზე ნაკლებად ვსაუბრობთ. ვიონეს თავისუფალი ჭრაპუარეს მიერ კორსეტის უარყოფა და სკიაპერილის ექსპერიმენტალური ხედვა დღევანდელ მოდაში ისევ ცოცხლობს. შესაძლოა ნამდვილი გავლენა სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც იდეა იმდენად ბუნებრივი ხდება, რომ მის ავტორს ვეღარ ვამჩნევთ. დღევანდელი ეპიზოდი ამით დამთავრებულია, იმედია მოგეწონათ, მე კი გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე.